მირიანი იყო სპარსეთის მეფის ქასრეს შვილი. ქასრე მეფემ შეიწყნარა ვედრება ქართველთა და შერთო ძესა მისცა მირიანს ასული ქართველთა მეფისა და მისცა ქართველთა მეფეთ ძე მისი და დასვა მცხეთას. იმ დროს მირიანი იყო 7 წლის. ქასრემ დატოვა მის მეურვედ ერთი წარჩინებული, სახელად მირვანოს. მისცა მირიანს ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი. დატოვა 40,000 რჩეული სპარსი მხედარი. ყველა მთავარს უბრძანა მირიანის მორჩილება, ხოლო მირიანს და მირვანოს უბრძანა ხაზარების წინააღმდეგ ბრძოლა. მირიანმა მალე ისწავლა ქართული ენა. იგი ქართლის ყველა მეფეზე მეტად აღასრულებდა კერპების მსახურებას. თავს არ ზოგავდა სამეფოსთვის და შეიყვარეს იგი ყოველთა ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა. მაგრამ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ესე თქვა წყარო, გაცილებით უფრო ძველი, ეს არის მოქცევა ქართლისა, რომელშიც უკვე სხვა კონცეფციაა გადაღებული. იქ არის მითითებული, რომ მირიანი არის რევის ძე. რევი, მეფე რევი, მამაი მირიანისა. აი ესე დაახლოებით მითითება აი ამ წყაროში. აი ამ წყაროს მიხედვით კი ეს მირიანი გამოდის ფარნავაზიანი მეფე. როცა მირიანი 15 წლის იყო, გარდაიცვალა მისი ცოლი და ამით დასრულდა ფარნავაზიანთა მეფობა. რადგან ქართლში არავინ იყო მეფობის ღირსი, ქართველებმა ისევ მირიანს უერთგულეს. მირიანმა ცოლად შეირთო ბერძენი, ასული ოლიღოდოსისი, სახელად ნანა. საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ხელმწიფე, მოციქულთა სორი და წმინდა არის მეფე მირიანი, ასევე მოციქულთა სორი წმინდანი არის მისი მეუღლე დედოფალი ნანა. მირიანისა და ნანას მოღვაწეობის დროს მიიღო სახელმწიფო რელიგიად, ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა საქართველოს. ცხადია, საქართველოში ქრისტიანული თემები მირიანამდეც არსებობდა. მეტიც, მირიანამდე არსებობდა ფიჩვინთის საეპისკოპოსო, სავარაუდოდ ფოთის ეპარქიაც და უეჭველი აწყურის ეპარქიაც, რომელთა დაარსებაც განსაკუთრებით აწყურისა და ფიჩვინთის უკავშირდება მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელს. რა თქმა უნდა, არსებობდა ქრისტიანული თემებიც, მაგრამ თვითონ სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ოფიციალურად, ანუ იბერთა სამეფო, ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანი. შემდგომ დაიწყო ხაზარებთან ბრძოლები. ხაზარები ხან ლეკებს გამოიყვანდნენ მირიანის წინააღმდეგ, ხან დურძუკებს და დიდოელებს, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის მირიანს რჩებოდა. ყველაზე ხშირად ბრძოლა მირიანს უხდებოდა დარუბანდისთვის. ხაზარები აიღებდნენ დარუბანს და მიადგებოდნენ სპარსეთს. მაშინ მირიანი დარუბანდის დასახსნელად გაემართებოდა და ხაზარები ხან ბრძოლით და ხანაც უბრძოლრულად უთმობდნენ. პირველ პერიოდში მირიანი იბრძვის ირანელების ასე ვთქვათ გვერდიგვერდ და ეს როგორც ჩანს არის დაახლოებით მესამე საუკუნის სადღაც 70-იანი 80-იანი წლების ამბები ვთქვი ამ ისტორიაში, როცა ირანი ჯერ კიდევ ფლობდა გავლენას კავკასიაზე, მათ შორის სომხეთზე და მათ შორის ქართლზე. ამ დროს მთავარი მიზანი მირიანისა დანიშნულება მირიანისა გახლდათ ჩრდილოეთ კავკასიის გადასასვლელების ჩაკეტვა. ქართლის ცხოვრების თანახმად მირიანი ხაზარებს იბრძვის. იქ არის მოთხრობილი რამდენიმე ბრძოლა, მათ შორის იგივე დარუბანზე ხაზარების გადმოსვლა, მირიანის მიერ მათი ასე ვთქვათ დამარცხება და იგივე მე ოსტა გადმოსვლა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ხაზარები ამ დროს ჩვენ ვიცით რომ არ იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც ეს გარკვეულწილად გვიანდელი გვიანდელი ასე ვთქვათ ნომენკლატურაა და გვიანდელი ჩანამატიდან გვაქვს ჩვენ საქმე. რეალურად ეს არის როგორც ჩანს ხუნები, ის ასევე თურქული ტომები, თუმცა არა ხაზარები. როცა მირიანს 40 წელი შეუსრულდა, მაშინ გარდაიცვალა მისი მამა, სპარსეთის მეფე და მის ნაცვლად გამეფდა მირიანის უმცროსი ძმა ბარტამი. შეიტყო რა ყოველივე ეს მირიანმა, შეკრიბა ჯარი და ბაღდადს გაემართა, რათა თავისი მამის ტახტი დაეკავებინა. ბარტამმაც ურიცხვი ლაშქარი შემოიკრიბა და მირიანს დაუხვდა. ამის მნახველი სპარსი უხუცესები მოციქულებად დაუდგნენ ძმებს, რათა სისხლი არ დაღვრილიყო და განაჩინეს. მისცეს სპარსეთის მეფობა ბარტამს, ხოლო მირიანს მისცეს ჯაზირეტი, შამის ნახევარი და ადარბადაგანი. სანამ მირიანი მემკვიდრეობის მიღებით იყო დაკავებული,
ოსებმა ქართლი მოაოხრეს. სპარსეთიდან დაბრუნებულმა მირიანმა გაყარა ისინი, მივიდა ხაზარეთამდე და უკან დვალეთის გზით დაბრუნდა. მახლობელ აღმოსავლეთში ამ დროს ორი დიდი მოთამაშე ებრძვის ერთმანეთს და ორი დიდი მოთამაშე მოქმედებს. ეს არის ირანი, სასაინდური ირანი და რომის იმპერია. რომის იმპერია, რომელიც ამ დროს უკვე გარკვეულ დასუსტების ხანას განიცდის, თუმცა საკმაოდ ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ინარჩუნებს გარკვეულად თავისი ძლიერეს აღმოსავლეთში. და ამ დაპირისპირება გარკვეულწილად დასრულდა ნეზიბინის ზავით, რომელმაც განსაზღვრა ის გაავლო, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთში ის ხაზი, რომელიც თითქმის 40 წელიწადი არ დარღვეულა. ეს იყო საზღვარი რომის იმპერიასა და ირანს შორის. ამის შემდგომ კვლავ გრძელდებოდა ხაზარების ბრძოლა დარუბანდის დასაკავებლად, ხოლო მირიანი მეტგრად ებრძოდა მათ და ამარცხებდა კიდეც. როცა მირიანი ხაზარებთან იბრძოდა, გუთების მეფე ურიცხვი ჯარით შევიდა საბერძნეთში. საბერძნეთის კეისარმაც დიდძალი ლაშქარი დაახვედრა მათ. მაშინ გუთთა მეფემ კეისარი ბრძოლაში გამოიწვია. რადგან კეისარს ბრძოლა არ შეეძლო, მისმაგივრად გაგზავნეს სომეხთა მეფის, კოსაროს ძე თრდატი, რომელიც ბერძენთა ჯარში იყო და დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. თრდატმა ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და გუთები უკან გაბრუნდნენ. გახარებულმა კეისარმა მისცა თრდატს ჯარი და გაგზავნა სომხეთში, თავის მამულში. სომხეთში ჩასულმა თრდატმა იქიდან გამოაძევა მირიანის ერისთავები და ჯარი. მირიანმა შეწყვიტა ხაზარებთან ბრძოლა და თრდატთან საომრად მზადება დაიწყო. მან სპარსეთიდან მოიყვანა სპარსეთის მეფეთა ნათესავი, სახელად ფეროზი, რომელიც მრავალრიცხოვანი ჯარით ეწვია მირიანს. მირიანმა ფეროს ცოლად შეერთო თავისი ასული. მისცა ქვეყანა ხუნანიდან ბარდავამდე მტკვრის ორივე მხარეს და ერისთავობა დაუმტკიცა. მირიანმა სხვა ძალებიც მიიღო სპარსეთიდან და დაუწყო თრდატს ბრძოლა. როდესაც თრდატი მიიღებდა დახმარებას საბერძნეთიდან, მაშინ ამარცხებდა მირიანს და მის საზღვრებზე გადადიოდა. ხოლო როცა მირიანი მიიღებდა დახმარებას სპარსეთიდან, მაშინ ის ამარცხებდა თრდატს და მის ქვეყანაში გადადიოდა. ამრიგად მეფობდა მირიანი ქართლში, რანში, ჰერეთში, მოვაკარში და ეგრისში ეგრისწყლამდე. ხოლო თავის ვაჟს რევს მისცა კახეთი და კუხეთი და დასვა უჯარმაში. იმ დროისათვის ქართლში მოსული იყო კაბადოკიელი ქალი ნინო, რომელსაც მცხეთაში დაეყო 3 წელიწადი. იგი ქადაგებდა ქრისტეს ჯულს და მისი სახელით უწამლოდ კურნავდა ავადმყოფებს. თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც გავრცელდა ქრისტიანობა, თითქმის ყველა ქვეყნის მომაქცეველი იყო მამაკაცი. ყველგან ეს სარწმუნოება ქრისტეს ჯული შექონდათ მამაკაცებს, რომლებიც რა თქმა უნდა უფრო წარმატებული არიან სარწმუნოებაში და უფრო ძლიერნი ქადაგებისა და ლოცვისას, მაგრამ ჩვენთან აი ეს სარწმუნოება მოაქვს წმინდა ნინოს. ხა ის თუ რა მნიშვნელობა მქონდა ჩვენი ქვეყნის აი ამ გარდატეხას, ამას ჩვენ ვკითხულობთ თვითონ მატიანეში, მეფეთა ცხოვრებაში არის, ქართლის მოქცევაში, წმინდა ნინოს ცხოვრებაში არის. რამოდენიმე ადგილას მე მატიანი ამბობს, რომ წმინდა ნინო მოდესაც დაინახა კერძსახურება საქართველოში, როდესაც დაინახა, რომ ხალხი იყო რელიგიურ სიბნელეში, რომ ისინი ემსახურებოდნენ ცეცხლს, ემსახურებოდნენ თავისი ხელით აშენებულ კერპებს, მას ცრემლები წამოუვიდა, მას წუხარება დაეწყო, ანუ როგორც სულიერი ადამიანი, როგორც უაღრესად სულიერი ადამიანი, რა თქმა უნდა წმინდა ნინო ხედავდა, რომ ეს იყო დაღუპვის გზა. მას ეცოდებოდა ქართველები, იმიტომ რომ ქართველები მიდიოდნენ დაღუპვისკენ. რატომ მიდიოდნენ დაღუპვისკენ? იმიტომ რომ კერპების სახურება, არაჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრობა თავისთავად უკვე ადამიანს თელ ერს გასწირავს ხოლმე ჯოჯოხეთისთვის. ხოლო მირიან მეფის მოქცევა კი ესრეთ იყო. წმინდა ნინოს ქადაგებით ქართლის ბევრი მკვიდრი მოექცა ქრისტიანად. თუმცა მეფე და განსაკუთრებით დედოფალი არ იზიარებდნენ მის მრწამს. ერთხელ დედოფალი ნანა მძიმე სენით ავად გახდა და ვერც ერთმა მკურნალმა ვერ შეძლო მისი განკურნება.
უფლის დაშვებით და ეს იყო უეჭველად უფლის დაშვება ქართლის დედოფალი თავად ხდება ავად. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე წმინდა ნინო უკვე აღთეს სასწაულებს, უკვე განკურნებული ყავს ძალიან ბევრი უიმედო ცნეული, უიმედო თავანტყოფი ადამიანი და ეს კურნება აღსრულდება არა რაიმე ამ ქვეყნიური ძალით, არა რაიმე ამ ქვეყნიური საექიმო ხელოვნებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულებით. ეს სასწაულები ხდება ქრისტესთვის სათნო ადამიანის წმინდა ნინოს მიერ. მიუხედავად ამისა, რომ ეს ხდება, ნანა დედოფლის გული ჯერ არ არის გამოღალი. და აქ საჭირო არის ის საშუალება, რომელსაც იყენებს მაცხოვარი, როდესაც ავადმყოფობას მიუშვებს თვითონ ნანა დედოფალს. და ვერანაირი მკურნალი, ვერანაირი ექიმი მას ვერ კურნავს. ანუ ძალაუნებურად ყველა გზას უჭრის იგი ნანა დედოფალს და რჩება ერთადერთი გზა ქრისტესთვის სათნო ნინოსკენ მიმავალი და აი ნანა დედოფალი ითხოვს რომ ნინომ იღვაწოს, ეხლა ნინომ განკურნოს მისი დაავადება და მათაც ხდება სასწაული ჯვრის შეხებით, ჯვრის გადასახვითაც კი ერთი გადასახვისად მეხსეულად განეკურნება ნანა დედოფალი. და მას აღმოხდება სიტყვები, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის იესო ქრისტე. ნინოს ღმერთია ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე მირიანი მეტად განაკვირვა ამ ამბავმა, მაგრამ თავად რწმენა არ შეუცვლია. ერთხელ 20 ივლისს, შაბათ დღეს, მირიანი სანადიროდ წავიდა. ნადირობისას მან გადაწყვიტა ქრისტიანების გაწყვეტა და მხლებლებს იქვე უბრძანა მისი სურვილის ასრულება. მეფემ მოიარა მუხრანი და ავიდა თხოთის მთაზე. ამ დროს მზე დაბნელდა. მოხდა სასწაული. არავით არის მზის დაბნელება არ მოხდა. ეს არის კომუნისტური პერიოდის ისტორიკოსების მონაგონი სიხალხე. გასმიდა წყაროში მირიანს თვალთ დაუბრუნდა მის თამყლა პირებზე და ვერავის ვეღარ ხედავდა. გარდა ერთი კაცის, რომელიც წღეთაში გამოეშვა ამის შესატყობინებლად ხალხისთვის. არავით არის მზის დაბნელება არ ყოფილა. საერთოდ დაბრმავდა მირიანი, ისევ როგორც მისი მხებრები. და მირიანმა დაიწყო ლოცვა. მიმართა არმას, ზადენს, გაიმს, გაც, მორიგე ღვთაებას, ყველა ძველ წარმართულებას. ამასობაში გავიდა მრავალი საათი. კიდევ ერთი დასტური, რომ მზის დაბნელება არ ყოფილა. იმიტომ რომ მზის დაბნელება წამები გრძელდება. ამდენ ლოცვას ვერანაირად ვერ ჩავსვდით. ჩვენ ამდენიმე წამში. როდესაც არაფერმა არ უშველა, მაშინ მირიანმა დაიწყო ლოცვა წმინდა ნინოს უფლის მიმართ. და დაასდო პირობა ამ უფლის მიმართ. რო გახდებოდა ამ უფლის მიმდევარი. აღაშენებდა ტაძარს სხვა შორის ამ ლოცვის მთელი ტექსტი ღვთისმსხალობით. ქართულმა წყაროებმა შემოგვიდა საკმაოდ გრძელი ლოცვა. მრავალი წუთი რომ სჭირდება. ისეთი ლოცვა. ეს ლოცვა დაასრულა თუ არა. მწებინათ. მის თვალებში ინათ. ყველაფერი დაინახა. დაინახეს მის მხლებლებმა, რაც არის საინტერესო, მთელი ამ დროის განმავლობაში მირიანა მხებრად ურთიერთო ვერ პოულობთ. ფიზიკურადაც ვერ ეხებოდნენ. ეს ღვთაებრივი სასწაული იყო. და აი აქ ჩვენ შეიძლება სრული ასე გუეჭველობით ვთქვათ, რომ აი ეს მზე დაბნელებული, ანუ დაბრმავებული მეფე მირიანი არის სახე წარმართული საქართველოსი. ანუ წარმართობის სიბნელეში დამთქმული საქართველოსი, რომელიც მოკლებულია ქრისტეს ნათელს. რომელიც ვერ ჭრեց აი ამ ნათელს, რომელიც არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში, ყველაზე მთავარი განძი, საგანძური, რომელზე აღმატებული ვერანაირი ამ ქვეყნიური ძლიერება, ვერანაირი ამ ქვეყნიური განძი ვერ იქნება. და წმინდა მეფე მირიანი ითხოვს შეწევნას ყველასაგან, ყველანაირი ზებუნებრივი ძალასაგან და ბოლოს ითხოვს შეწევნას ნინოს ღმერთისაგან, ქრისტესაგან და აი ამ დროს მას აეხილება თვალები და რაღაც თქმა უნდა ეს არის სრულიად უეჭველი ნიშანი წმინდა მეფე მირიანისთვის, რომ ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნია. ჭეშმარიტი ღმერთი არის ქრისტე და რაღაც თქმა უნდა იგი უნდა შეუდგეს ქრისტიანობას, ის უნდა გახდეს ქრისტიანი და არა მარტო ის, არამედ მთელი მისი სახლეული, მთელი სამეფო კარი და არა თუ სამეფო კარი, არამედ მთელი საქართველო. მირიანს წინაპართაგან დატოვებული ჰქონდა ნებროთის წიგნი. ეს წიგნი
იყო ფარნავაზიანთა დინასტიის საიდუმლო წინასწარმეტყველებათა კრებული. წიგნი საქართველოს სამეფო კარზე ინახებოდა მეხუთე საუკუნემდე. მას შემდეგ იგი დაკარგულია და ქართველ მეცნიერთა თაობები დღემდე არ წყვეტენ მის ძიებას. სწორედ ამ წიგნში იყო პირველი წინასწარმეტყველება, რამაც მეფე მირიანს რწმენა განუმტკიცა ნინოს სარწმუნოების, ანუ ქრისტიანობის მიმართ. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ბრძანა ქრისტეს ჯულზე მოქცევა და საბერძნეთში მოციქული გაუგზავნა კონსტანტინეს, რათა მოსანათლად მღვდლები გამოეგზავნა. იწყება ნაცნობის პროცესი და რაღაც ქონდა საჭიროა სასულიერო პირები, ამისთვის იმ დროინდელ რომის იმპერიას შეეხმიანება მეფე მირიანი, ითხოვს იმპერატორისგან, რომის იმპერატორისგან სასულიერო პირების გამოგზავნას და არამცო სასულიერო პირები იგზავნებიან რომიდან, არამედ იგზავნებიან ასევე იგზავნება უდიდესი სიწმინდეების სამსჭალი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სამსჭალი ეს ის ლურსმნებია, რომლითაც მიკრული იყო მაცხოვარი ჯვარზე. ანუ ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე გამოიმეტა ჩვენთვის კონსტანტინე მეფემ და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ მთელი ერი ექცეოდა ქრისტიანობაზე. და რაღაც თქმა უნდა, როგორც წმინდა მეფემ, წმინდა იმპერატორმა, რომელსაც თავად განიცადა ქრისტეს ჯულზე მოქცევის სიტყვოება, მან იცოდა თუ რას ნიშნავს ეს, რა სიხარულია ეს და აი სიხარული, სულიერი სიხარული თანაზიარი გახდა ის და ამის მოწმობა გახლავთ აი ამ უდიდესი სიწმინდეების გამოგზავნა საქართველოში. სხვაშორის ნინო ეწეოდა დიდ სამეცნიერო კვლევას ამ პერიოდში. ხას უზომს სამეცნიერო კვლევას. ის იყო დაახლოებული ებრაელთა ოჯახთან და ეძებდა კვარტის დაფულის ადგილს. მცხეთელმა ებრაელებმა იცოდნენ, რომ ეს კვარტი დაფული იყო სამოთხის ბაღში. სამოთხის ბაღი ერქვა ებრაელთა სასაფლაოს. იქ სადაც სიდონია წესიამებ დაკრძალეს. მაგრამ სამწუხაროდ სად იყო დაფული? ზუსტად არ იცოდა. უკვე საუკუნის განმავლობაში კონკრეტულ წერტილს ვერ პოულობთ. მოსაბოლოო სავარაუდო ადგილი სადაც იყო ებრაელების მითითებით შეარჩიეს და იმ ეზოში, სამოთხის ბაღის ეზოში დაიწყეს ხის დაზრიშება. მირიანის ბრძანებით მცხეთაში აიგო სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქართლში, თუმცა მთიელებმა და რანის მკვიდრებმა უარი თქვეს სარწმუნოების შეცვლაზე. მირიანი ებრძოდა წარმართებს, თუმცა შედეგს ბოლომდე ვერ მიაღწია. ქრისტიანობა იყო ფეოდალიზმი, ქრისტიანობა იყო ახალი წესრიგი, ქრისტიანობა იყო ახალი სამართალი, ქრისტიანობა იყო გეოპოლიტიკური ორიენტაციის პირდაპირ მიჯაჭვა დასავლეთზე, ევროპულ ორიენტაციაზე, რომზე. კაცმა არ იცის, ეს 325-ზე ადრე მოხდა თუ 326-ს მოხდა. სამსვებით შესაძლებელია, რომ 325-ზე ადრე. სამსვებით შესაძლებელია, რომ ჩვენ ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვება რომზეც უსწრებდით, მაგრამ უკვე ცხადი იყო, რომ რომში ეს რელიგია 313 წლში გაიმარჯვება. აბსოლუტურად ცხადი იყო. ამას ჩვენ შემდეგში საუკუნეების თქვა იგივე, კოლხეთის ცნობილი სახალხო კრების დებატებიდან ხედავთ, რომ აეთი და პარტიზანის დავიდა, რომ ქრისტიანობა ნიშნავდა დასავლურ დემოკრატიულ, რომაულ, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტაციას. იმიტომ რომ ეს ქრისტიანობა განაპირობებდა იმ ღირებულებებსაც. ქრისტიანობის აღიარება სწორედ ამას მეტყველებდა და მეფე მირიანმა ხმლით, სამხედრო ძალით, საპოლიციო ძალით დაამკვიდრა იქ, სადაც არ მკვიდრდებოდა ნებით ქრისტიანული და დემოკრატიული ღირებულებები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი ბევრი სკეპტიკოსისთვის, რომლებსაც დემოკრატია რატომღაც არ ესმის და გონიათ უძალობა და სისუსტე და ქრისტიანობა და ქრისტიანული მორალი გონიათ მხოლოდ რაღაცის კეკლუცთა ზედაპირპენა. ქრისტიანობა მირიანმა ბევრ რაიონში, ბევრ რეგიონში, ბევრ კუთხეში, მხარეში ხმლით გაავრცა. დააღესრულა მირიან მეფე და დაეფლა ზემო საეკლესიასა, საშუალოსა სვეტსა სამხრეთსა, ჩრდილოთ კერძო. ქრისტიანობა ეს არ არის მხოლოდ რაღაც რიტუალი, ეს არ არის მხოლოდ რაღაც წესების ასრულება, ეს არის სულის გარდაქმნა, სულის ფერისცვალება და
შეიძლება ითქვას, რომ მე-4 საუკუნიდან მოყოლებული ქართველი ერი თავიდან იბადება. ეს არის თავიდან გადაბადება ჩვენი ერისა და სულის გაწმენდა ქრისტეს ემბაში. თვითონ ცნობიერება იცვლება ქართველი ის, აი ჩვენი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ბევრი წელსჩეულება, ბევრი რაღაც ჩვევა, რაც ჰქონდა მანამდე ქართველებისა, სრულიად სხვაგვარი იყო, სრულიად მიუღებელი იყო ბევრ შემთხვევაში ღირსეული ერისათვის, ღირსეული ადამიანებისთვის, მაგრამ თუმცა თავისთავად ბევრი კარგი თვისება ქართველებს ჰქონდა და ის ფაქტი, რომ ასე ადვილად მიიღო მან ქრისტიანობა, ესეც ნიშანია იმისა, რომ ის გარკვეულწილად უკვე მომზადებული იყო აი ამ ქრისტიანობისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ქრისტეს ნათელმა სულ სხვაგვარად შეცვალა მისი სული. აი მართლაც სულში ნათელი შევიდა, განაცხდა და მოიქცა.